მოგესალმებით, მაკეთებელში მორიგი საქმიანი ამბავის დროა და დღეს შევეხები მომდევნო კვირის ამბებს, როგორც დაგვირდით, ანონსის ამბავს გავაგრძელებ ისევ, იმედი მაქვს, რომ ტრადიციული ფორმა მიეცემა ამ ყველაფერს. გასულ კვირასაც შევეხები, საკმაოდ პროდუქტიული კვირა იყო. საკმაოდ კარგი შედეგები გქონდა Redlinerში, განსაკუთრებით პარასკევ დღეს და მიხარია, რომ ჩემი მიდგომები და ის ხედვა, რასაც გეგმავ ზოგადად ამ კომპანიაში იძლევა სასურველ შედეგს. თუ შრომის უსაფრთხოების მომსახურება დაგჭირდებათ, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნებისმიერ დროს და ჩვენ გაგიწევთ პროფესიონალურ მაღალი ხარისხის მომსახურებას უკონკურენტო პირობებით. წინა კვირას ძალიან ბევრ ნიუანსს შევეხე და ეს ამბები, რომლებიც გავაზიარებ, ვფიქრობ, რომ ბევრისთვის საინტერესო, სიახლე სიღრმისეულად მოусმენ ნებისმიერ მესიჯს, რომელიც წინა კვირას ესე ვთქვათ, მაკეთებელმა გაგიზიარეთ, ვფიქრობ, რომ გამოგადგებათ. მაგრამ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია იმისთვის, რომ ნებისმიერი ვიდეო იყოს ძალიან პროდუქტიული და ეს არის ხასიათი. გასულ კვირას ვიდეოს გადასაღებად სხვა ლოკაცია მქონდა შერჩეული, სამწუხაროდ იმ ლოკაციაზე გადაღება ვერ შედგა და რადგან უშედეგო იყო, დრო დავკარგე და ასე შემდეგ, ამ ყველაფერმა ჩემს განწყობაზე იმოქმედა და ვიდეოებსაც ეთყობა, რომ ისე ლაღად ვერ ვსაუბრობ კონკრეტულ თემაზე, როგორც საჭიროა. შესაბამისად, გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენ ახლო მომავალში გეგმავთ რაიმე ვიდეოს გადაღებას, ესე რომ ვთქვათ, თქვენი საქმიანობის გაცნობა საზოგადოებისთვის, გაითვალისწინეთ, რომ ყველაფერთან ერთად ტექნიკა, მიკროფონი, გარემო თუ ასე შემდეგ, რაც არ უნდა იყოს, ყველაზე მნიშვნელოვანი ვიდეოს გადასაღებად არის ხასიათი. თუ ხასიათი არ არის ისეთი, რომ გაიყიდოს, მოგისმინოს მომხმარებელმა, რაც არ უნდა მაგარი, მტკივნეული ან კარგად გავარდნადი ამბავი გამოიყენოთ ვიდეოსთვის, პირდაპირ გეტყვით, რომ იქნება, ესე ვთქვათ, არამასშტაბური ამბავი. ახლა ახალ კვირას ვფიქრობ, რომ ვისაუბრო ძირითადად გაყიდვებზე, რადგან მგონია, რომ გაყიდვების მიმართულება სჭირდება განვითარება. ძალიან ბევრი ადამიანი ისევ ამ პროფესიას უყურებს, რომ უბრალოდ რაღაცა უნდა გაყიდოს და სინამდვილეში ამ პროფესიას არ ავითარებენ. პირიქით, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენი პროფესია არ იყოს მაღალ ანაზღაურებადი და შესაბამისად რეპუტაციას ულახავენ, რადგან ამ მიმართულებით საქმიანობას იწყებს ადამიანი მაშინ, როდესაც არ იცის უბრალოდ სად უნდა დასაქმდეს. და რეალურად რო დაფიქრდეთ, გაყიდვები არის ყველაზე რთული პროფესია, ყველაზე რთული პოზიცია ნებისმიერ კომპანიაში და მათ შორის მაგალითად შეგვიძლია შევადაროთ თუნდაც ბუღალტერიას, თუნდაც საგადასახადო აუდიტს, სამართლებრივ მიმართულებას და ასე შემდეგ. ანუ რაღაც კონკრეტული სკრიპტები, მიმართულებები არსებობს ამ დასახელებულ პოზიციებში, რომლის ცოდნაც გეხმარება შედეგის მიღებაში. მაგრამ გაყიდვები არის არასტანდარტული პროფესია, რომელსაც წინასწარ ვერ განსაზღვრავ, იმიტომ რომ შეიძლება მიხვიდე ისეთ ადამიანთან, რომელსაც აქვს კარგი ხასიათი, რომელიც მზად არის პოლემიკაში შემოვიდეს, დაგელაპარაკოს და ასე შემდეგ. შეიძლება მიხვიდე ისეთ ადამიანთან, რომელსაც არ უყვარს ხმის ამოღება, რომელიც არ აპირებს შენთან დალაპარაკებას, უბრალოდ დაგიბარა იმისთვის, რომ მოგისმინოს და მერე უარი გითხრას. შეიძლება უბრალოდ ისეთ უხეშ ადამიანს შეხვდე, რომელიც მზად არის ნებისმიერ სიტყვაზე გეჭყუბოს და გეკამათოს და ასე შემდეგ. ანუ გაყიდვები არის პროცესი, რომელსაც წინასწარ ვერ განსაზღვრავ, ესე რომ ვთქვათ და ამისთვის მზად უნდა იყო. ფსიქოლოგიურად, მორალურად და ასე შემდეგ. ასე შემდეგ. მოკლედ, ისევ ხელი შემიშალა ვიღაცა ბავშვმა, მაგრამ არაუშავს ეს ჩემი საოფისე ადგილი არის მილიონის ღირებულების ესე ვთქვათ ადგილი, სადაც მიწევს ამ ეტაპისთვის ვიდეოს გადაღება და იმედი მაქვს ახლო მომავალში ეს ყველაფერი შედარებით დაბალი ბიუჯეტის ესე ვთქვათ ოფისით ჩანაცვლდება, სადაც კომფორტულად გავაგზავნებ ჩემი საქმიანობის ესე ვთქვათ შესრულებას. გაყიდვებზე გავაგზავნებ ახლა საუბარს, მიუხედავად იმისა, რომ აზრი გამიწყდა. მოკლედ, მე მინდა კამპანია დავიწყო, აქტივობა დავიწყო და მინიმუმ კვირაში ერთხელ ერთი ეპიზოდი, ერთი რაღაცა წინადადება მაინც ჩავახსოვო და გავაზიარო, რომ და ვილაპარაკო იმაზე, რომ გაყიდვები არ არის უბრალოდ ადგილი, სადაც უნდა მიხვიდე და რაღაც უნდა გააკეთო. იმისთვის, რომ ჩემი პროფესია მაქსიმალურად დაფასდეს, იმისთვის, რომ გაყიდვების პროფესიონალმა თანამშრომელმა მიიღონ ის ანაზღაურება, რაც მათ რეალურად ეკუთვნით. რატომ ვამბობ ამას? როდესაც გაყიდვები ხარ, შენ გიწევს იყო საკუთარი თავის წარმომადგენელი.
გიწევს იყო კომპანიის წარმომადგენელი. შენ ხარ ვალდებული რომ ნებისმიერ სიტყვაზე, ფრაზაზე, წინადადებაზე დაფიქრდე, რომ შენი რეპუტაცია არ შეილახოს და არ შეილახოს იმ კომპანიის რეპუტაცია, რომელსაც წარმოადგენ. შენ ხარ ვალდებული რომ მომხმარებელს დაილაპარაკო და გაიგო რა სჭირდება მას. ანუ შენ ხარ ადამიანი, რომელიც ესე ვთქვათ პრობლემას უგვარებს იმ კონკრეტულ ადამიანს და თუ შენ ხარ რა თქმა უნდა პროფესიონალი, თუ შენ არ ხარ პროფესიონალი თანამშრომელი გაყიდვების მიმართულებით, შენ უბრალოდ მოვალეობას ასრულებ და ეს მოვალეობა რაღაც დოზით შედეგს გაძლევს, მაგრამ არის მოკლევადიანი. მაგრამ თუ შენ ხარ პროფესიონალი გაყიდვების წარმომადგენელი, შენი პირდაპირი მოვალეობა, რომ კონკრეტული კომპანიის პრობლემა აღმოფხვრა იმ მიმართულებით, რა მიმართულებასაც წარმოადგენს შენ. შეიძლება იყოს ეს რაღაცა საბუღალტრო კომპანია, შრომის უსაფრთხოება, დასასრულის წარმოება თუ ასე შემდეგ. მაკეთებელი ამ კვირაში ისაუბრებს სატელეფონო კომუნიკაციის ნიუანსებზე, რადგან გაყიდვების მიმართულებით თანამშრომლები ამ პოზიციას აუფასურებენ, იმიტომ რომ მომხმარებელს ესაუბრებიან არაპროფესიონალურად, ანუ მომხმარებელს ესაუბრებიან იმ ტექსტით, რომელიც თავს აბეზრებს მას. ანუ მაგალითად, მაკეთებელი ისაუბრებს თუ რატომ გვეუბნება მომხმარებელი არას პირველივე ზარზე. და მიზეზი რეალურად არის ის, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და ვსაუბრობთ ჩვენს თავზე, ჩვენს წარმატებაზე, კომპანიის შესაძლებლობებზე და ამ დროს მომხმარებელს ერთვება, ესე ვთქვათ, თავდაცვის რეჟიმი და იწყებს ფიქრს, რომ ამას არ აინტერესებს მე რა ჭირდება, ის მზად არის, რომ ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ჩემგან ფული მიიღოს. ამ ფორმის კომუნიკაციის გამო ძალიან ბევრი კარგი შეთავაზება გაუმაზია კომპანიას, რადგან ეგონა რომ ისევ სტანდარტულ მოლაპარაკებასთან ქონდა, ესე ვთქვათ, შეხება. მომხმარებელთან კომუნიკაციის დროს აუცილებელია გაითვალისწინოთ ის, რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელმაც პრობლემა უნდა მოუგვაროს კონკრეტულ კომპანიას. ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი, რასაც მაკეთებელი ამ კვირაში შეეხება, არის როგორ დავიწყოთ კომუნიკაცია მომხმარებელთან. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც განსაზღვრავს რეალურად სასურველ შედეგს. გეტყვით იმასაც, რომ სატელეფონო კომუნიკაციის დროს გაყიდვების წარმომადგენელს აქვს 7-დან 8 წამამდე დრო, რომ მომხმარებელი დაარწმუნოს. ანუ თუ თქვენი კომუნიკაცია იქნება ძალიან დიდი შემოვლითი წინადადება, რომელიც არ ეუბნება კონკრეტულ მესის, კონკრეტულ ამბავს, რომ რა პრობლემას მოუგვარებს მომხმარებელს, არ შედგება თქვენი კომუნიკაცია გრძელვადიანად. როგორც კი მოკლედ და კონკრეტულად ეტყვით, თუ რა პრობლემის მოგვარება გინდა იმ კომპანიაში, იმ წამსე დაინტერესდება შენით და მოგისმენს და შემდეგ აუცილებლად მაკეთებელი ვახსენებ იმას, რომ გაყიდვები არის ფსიქოლოგიური ნაწილი და ამ ფსიქოლოგიაში გულისხმობ ემოციას. თუ მომხმარებელს არ აქვს თქვენთან ემოციური კავშირი, თქვენ არ გექნებათ თქვენთვის სასურველი შედეგი. თუ თქვენ აი მაგალითისთვის ძალიან ცოცხალ მაგალითს მოგიყვანთ ახლა. მაგალითად ავიღოთ სუპერმარკეტი, სადაც შეხვედით და არის კონსულტანტი, რომელმაც ძალიან ცივად, უხეშად გიპასუხათ, რაღაცა ელემენტარული კითხვა დაუსვით და არც კი გიპასუხათ და ვერ მიიღეთ მისგან ესე ვთქვათ სასურველი უკავშირი, რაც გინდოდათ რომ მიიღოთ. ამ ამბის დასრულების შემდეგ თქვენ სახლთან მაგალითად 100 მეტრში იყოს მაგალითად ეს კონკრეტული მაღაზია, თქვენ უბრალოდ მან არ შეხვალთ მაშინ, როდესაც ის კონკრეტული კონსულტანტი იქნება ესე ვთქვათ ცვლაში. მაგრამ პირიქით თუ მოხდება, რომ მაგალითად კონსულტანტი ყურადღებას მოგაქცევთ, გაიგებს რა გჭირდებათ, იმ ინფორმაციას მოგაწვდით, რაც თქვენ გაინტერესებთ, დაგეხმარებათ კონკრეტული პროდუქტის შერჩევაში, თქვენ რაც არ უნდა შორს იყოს მაგალითად ის კონკრეტული მაღაზია, სადაც ის კონკრეტული ადამიანი მუშაობს, ყოველთვის მანდ მიხვალთ და იქ იყიდით კონკრეტულ პროდუქტს. ეს არის დაუწერელი კანონი, რომელსაც ძალიან ბევრი კომპანია არ აქცევს ყურადღებას, მაგრამ ვინც აქცევს, საკმაოდ კარგად და პროდუქტიულად იყენებს ამ ყველაფერს, იმიტომ რომ კომპანიის გაყიდვებზე აისახება ეს ყველაფერი. ასევე ვიფიქრე, რომ სამ ჯადოსნურ ფრაზას გაგიზიარებდით, ესე ვთქვათ, გაყიდვების წარმომადგენლებს, რომლებსაც დაგეხმარებოდათ, ესე ვთქვათ, გაყიდვების გაზრდაში, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ გადავიფიქრე ამ ყველაფერს ვიდეოს ჩაწერა, იმისთვის გამო, რომ ნებისმიერი კომუნიკაცია არის ინდივიდუალური, ნებისმიერ პროდუქტს ჭირდება თავისი სპეციფიკა, რომელსაც ჭირდება, ესე ვთქვათ, ანალიზი, დაკვირვება, მონიტორინგი, შერჩევა, გატესტვა და ასე შემდეგ. მე რო რაღაცა კონკრეტული სკრიპტი გითხრა გაყიდვებისთვის
ანუ გაყიდვების გასაზრდელად. მე ეს სკრიპტი უნდა გითხრა იმ შემთხვევაში, თუ შენს პროდუქტს, მომსახურებას, კომპანიის შესაძლებლობას კარგად ვიცნობ. წინააღმდეგ შემთხვევაში რა ფორმულირებაც არ უნდა დაგიწერო ან გიკარნახო, იმ შედეგს ვერ მიიღებ. ანუ შენ უნდა მოირგო ეს კონკრეტული ფორმულირება, ან მიდგომა, ან ის ფრაზა, რასაც გაგიზიარებ. შესაბამისად, რადგან ეს არის ძალიან ინდივიდუალური ნიუანსი, ვთავაზობ ესეთ რამეს, რომ თუ კომპანიაში გჭირდება თანამშრომლობის დატრენინგება, შეგიძლია მითითებულ ნომერზე დამიკავშირდე და მე შენთვის შევქმნი 3 შეხვედრას, რომელიც მოერგება შენს კომპანიას, შენს პროდუქტს და შენს პოტენციურ მომხმარებლებს, რომლებიც ალბათ 3 შეხვედრის შემდეგ კიდევ უფრო მეტად დაინტერესდებიან თქვენთან თანამშრომლობით, ასე რომ ვთქვა. მოკლედ, ეს ეპიზოდი მინდოდა ჩამეწერა იმისთვის, რომ დავაანონსო ჩემი კამპანია გაყიდვების ამბების განვითარებაზე. ძალიან ბევრი პროფესიონალია, რომელიც ამ მიმართულებას ანვითარებს, აუმჯობესებს და ასე შემდეგ, მაგრამ ძალიან ბევრია თანამშრომელი, რომელიც ამ მიმართულებასა და ამ სფეროს, ესე ვთქვათ, არ ანვითარებს, პირიქით ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ესე ვთქვათ, დააზიანოს რეპუტაცია, შელახოს, ესე ვთქვათ, გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციონირება ბაზარზე და ასე შემდეგ. ანუ ნახეთ რა გულისხმობ. ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებმაც არ იცის თუ სად უნდა დაიწყოს თანამშრომლობა, პირდაპირ იწყებს მუშაობას გაყიდვების მიმართულებით და მაგალითისთვის ყველაზე, ესე ვთქვათ, საქართველოს ბაზარზე ყველაზე ხშირად საქმდებიან უძრავ ქონებაში, მაგალითად, შეიძლება მე ვცდები, მაგრამ ჩემი დაკვირვებით არის, რომ თუ რა უნდა გავაკეთო, აი სად უნდა დავსაქმდე, მაგალითად, პირველი კითხვა, როცა აქვს ადამიანს, პასუხი არის ძალიან მარტივი, რომ უძრავი ქონების სააგენტოში წავა, იცის, რომ სახლი უნდა გაყიდოს, ბინა უნდა გაყიდოს, მომხმარებელსა და მიიღებს შემოსავალს, მაგრამ რეალურად ძალიან დიდ პროცესებთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი და ამ ყველაფერს ვერ იაზრებს სამწუხაროდ. ნახეთ, გეტყვით ახლა რა ამხელა მნიშვნელობა აქვს გაყიდვების პოზიციას. ანუ, როდესაც მაგალითად უძრავი ქონებას ყიდი, შენ ყიდი ლოკაციას, სახლს, სადაც ადამიანმა უნდა გაატაროს მთელი სიცოცხლე მაგალითად. ანუ, შენ ვალდებულება უნდა იყო და ადამიანს უნდა აყიდინო ის სახლი, სადაც მინიმუმ მაგალითად 10 წელს გაატარებს. ანუ, შენ მზად ხარ, რომ ეს პასუხისმგებლობა იყო, ანუ ამ ფორმით უნდა შეხედო ამ ყველაფერს. როდესაც მომსახურებას ყიდი, აუცილებელია გაიაზრო ის, რომ შენ ხარ ადამიანი, შენ გაქვს რესურსი, სერვისი, რომელსაც კონკრეტული პრობლემა უნდა მოუგვაროს კომპანიას. თუ შენ ეცდები, რომ უბრალოდ მომსახურება გაყიდო, უბრალოდ შენ ხარ ერთი რიგითი თანამშრომელი, რომელიც ტელეფონზე რეკავს და მომსახურებას თავასებს. ანუ მინდა გაიაზროთ, რომ გაყიდვები არ არის პოზიცია, რომელიც უბრალოდ მოვალეობის მოხდის მიზნით ზარები უნდა გააკეთოს, ან შეთავაზება უნდა გაუკეთოს. გაყიდვები არის ადამიანი, რომელიც სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება კომპანიას, ადამიანს. გაყიდვები არის ადამიანი, რომელიც ეხმარება კომპანიას განვითარებაში, ზრდასა და კონკრეტული პრობლემის აღმოფხვრაში. გაყიდვებს აქვს ყველაზე უნიკალური პოზიცია, არის ელჩი საკუთარი თავის, ელჩი კომპანიის, რომელსაც წარმოადგენს და როდესაც კარგი დიპლომატი ხარ, შენთან ყველა თანამშრომლობს, მაგრამ როდესაც ცუდი დიპლომატი ხარ, ყველა მიცის, რომ ცუდი დიპლომატი ხარ და შენთან არავინ არ იწყებს თანამშრომლობას. შესაბამისად, გაითვალისწინე ეს ნიუანსი იმისთვის, რომ გქონდეს სასურველი შედეგები. ამის თქმა მინდოდა ახლა ამ მომენტისთვის შემეძლო რომ რაღაცა კონკრეტული თემა ამერჩია, რომელსაც ალბათ მინიმუმ 15-დან 20 წუთამდე დავუთმობდი, მაგრამ ვფიქრობ, რომ საკმარისია ეს ყველაფერი. იმედი მაქვს მოგეწონებათ ეს ეპიზოდი. მომდევნო კვირაში ვფიქრობ, რომ ერთი დღე გადავიღო და გაგიზიაროთ სივრცეები, სადაც შეგიძლიათ მაგალითად უფასოდ იმორჩაოთ, როდესაც არ გაქვთ მაგალითად შესაძლებლობა ამ ეტაპისთვის საერთო სამუშაო სივრცეში თანხით გადახდით, ასევე ან მაგალითად ახლახანს დაიწყეთ ბიზნესი და სხვა მიმართულებით, ესე ვთქვათ, მიმართეთ თქვენი ფინანსური რესურსი და გჭირდებათ ხანდახან ლოკაციის ცვლილება, რომ განიტვირთოთ და იმუშაოთ სხვა სივრციდან, რადგან ხანდახან, ესე ვთქვათ, გარემოს ცვლილება აუცილებელია შედეგებისთვის, საკუთარი თავის გასამხნევებლად და ასე შემდეგ. ანუ მუდმივად ერთი და იგივე ადგილზე ყოფნა არ არის პროდუქტიული არც ერთი ადამიანისთვის. ნახოთ, რამდენად გამომივა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში შევეცდები. მოკლედ, სულ ეს იყო, დაელოდეთ მომდევნო კვირის ამბებს მაკეტებელში. მე ზაზა კანკია ვარ, საქმის მაკეტებელი. გთხოვთ გამოიწერეთ გვერდი და დაალაიქეთ ვიდეო.